სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა ადამიანი, რომლის ობიექტმაც ობიექტივმაც უпростоრეთ არაერთი საინტერესო კადრი, არამედ დიდი ისტორია შემოგვინახა ფოტომატიანე. მისი კამერით აღბეჭდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე იმედიანი პერიოდი, ეროვნული მოძრაობა, საზოგადოები ჯერ გახლეჩვა, მერე გაერთიანება. ის ხშირად იყო იქ, სადაც ისტორია იწერებოდა. ბევრი წლის განმავლობაში უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა მისმა ობიექტივმა აღბეჭდა და უნიკალური ფოტომატიანე შემოგვინახა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ილია მეორის აღსაყდრების ცერემონია და ეს მის მიერ გადაღებული ეს ისტორია 20-მდე ფოტოალბომის და 10,000-ობით ფოტომოგონების ავტორი გახლავთ. მოკლედ ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭყორია ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოდით გავიხსენოთ. კაც რომელსაც ფოტოგრაფია ძლიერ უყვარს, ხო? ძლიერ უყვარს. სხვათა შორის მადლობა თქვენს ბოლო წიგნში ჩემი ფოტოს ვიხილე და აკე ის იყო მთავარი ვადაობა. უნდა გითხრათ, ხო? ამისთვის არ არის აქ მოწეული. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვით. შანსი მომეცა. ციგნი დავაგაბა. მოგესალმებით. აკეთებენ დაკავშირებით 77 წლის ეს თემა გვაინტერესებს. 77 წელი აღსაყდრება და თქვენი ფოტოკამერა. ყველა ფოტო ვიცით, რაც მაშინ გადავიღეთ, ნანახი გვაქვს თუ არა? ახლა გეტყვით რა ხდება იმ პერიოდში აღსაყდრების შემდეგ არის გადაღებული. რამდენიმე მართლა კარგი ფოტო გადავიღე, მაშინ რო გითხრა რომ ახლა რა ვარ და მაშინ რო დიდად ეკლესიური ვიყავი მეთქი არა, მაგრამ ყოველში გურული ვარ სხვა თუ არაფერი და ყოველ შემთხვევაში უზარმაზარ მოწიწებას გძნობდი ყოველთვის და ის გამოვხატეთ კიდევ კეთილი განწყობით გამოიხადა მისგანაც ჩემს მიმართ და შემდეგ როგორც იცით მემატიანეც კი გავხდი, მაგრამ ეს არის პირობითი სახელწოდება თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ არავით არის ოფიციალური დამოკიდებულება მე საპატრიარქოსთან მქონე გარდამავალისა და სიყვარულისა ეს იყო მხოლოდ უანგარო თავისთავად ცხადია ყოველგვარების გარეშე. ოღონდ ერთი მას შემდეგ რომ გავიცანით 2007 წელს შემდეგ ფაქტიურად არც ერთ ქვეყანაში რომ არ მივეწვიე მე და ჩემი ზოგჯერ ჩემი ბიჭიც ირაკლი არ ყოფილა ესე რომ მასთან ერთად გავიარეთ ცხოვრი და ყველა საინტერესო შეხვედრებში რომელზედაც შემიძლია ზოგზე ვილაპარაკო შემიძლია ზოგზე ჯერ ეს გითხარით აი 77 წლის ისტორია ის ფოტოების გადაღების ყველა გამჟღავდა ყველა გამოვიდა ხო ერთი დაიკარგა როგორც თქვენ ამბობთ ძალიან კარგი დაიკარგა თავარ ეხლა ისინი რაც მაშინ შავთეთრი ფოტოგრაფია იყო თავისთავად ცხადია და მარტო შავთეთრზე არ არის ახლაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ციფრული შავთეთრი ფოტოგრაფია. ყველაზე ძვირი კამერები არის ციფრული შავთეთრი, რომელიც მხოლოდ შავთეთრს ხავს. მაგრამ მაშინ ნეგატივზე იყო ჩვეულებრივ ამჟღავნებდით. იყო ბედნიერება რომ თუ გამოვიდო და იყო დიდი ტირილი და თავშეწება რომ მიეწებოდა ერთმანეთზე და ზოგჯერ უცხოური მივლინებებიც ჩამყრია წყალში ასეთი რაღაცა. რა სამწუხაროა. ხო და პატრიარქის ისინი მაქვს, მე ვიცი და დაახლოებით ვიცი სადაც არის. მაგრამ გადავსახლდით, გამოვსახლდით რაღაც ისე შევიცვალეთ ისინი და ანუ გამოამზეურებთ ამ ფოტოებსაც, ხო? და აუცილებლად. ანუ ამ მასალას იხილავს მაყურებელი. კი, აუცილებლად. ანუ არ არის დაკარგული ამას ქვია. რამდენიმე ერთი ფოტო დაკარგულია თქვენ. ხო, რამდენიმე ხო არის რა, ზოგიერთი გამოჩნდა, ზოგიერთი არ არის. მაგრამ გამოჩნდება. მოდით რაც გვაქვს იმაზე ვილაპარაკოთ. როგორი იყო გადაღების დროს პატრიარქი? აქეთ გამოიხედე, იქეთ გაიხედე, აქეთ დაჯექი, ისე დაჯექი იყო თუ უბრალოდ დოკუმენტურად უღებდი? რა თქმა უნდა, ჩემი სტილი არ არის ის, რომ ანგელოზივით გოგოს ვერ ვეტყვი, რა გაიღიმე როგორც მას მოწოდა და როგორც დავინახავ, რომ ჩას მის ხათისია და გადავიღებ მაშინ. დიახ. და ასია და მithumetes პატრიარქს როგორ მაგრამ შემდეგ აი სხვათა შორის ბოლო შეხვედრა არის. ეს ანა კალანდაძის ჩვენ რო ანა კალანდაძის ციგნი გადავეცით 100 წელს იუბილეი იყო. ეს ფაქტიურად ბოლო შეხვედრა იყო. ესეთი ბოლო.
და ეხლა სხვა მნიშვნელოვანი ვიზიტებიც გავიხსენოთ. ჩვენ აღვნიშნეთ აქ სინას მთაზე, თქვენ ხედავდით როგორი ფეხშიშველი სინას მთაზე მოგვიყევით ხო ეს? ხო, სინას მთაზე მაგ დროს მე ვიცოდი როგორ იყო. ჩვენ გეტყვით რომ როდის შემდეგ ასე ვთქვათ ცოტა ხმამაღალია ჩემგან, მაგრამ დამეგობრდა ჩემთან. და კეთილი განწყობა შეექმნა და რომლის შემდეგაც ვთქვათ არც ერთ ქვეყანაში თქვენს გარეშე არ წაბდანებულა რო არ ხლებოდი მე და ყველა პრეზიდენტთან იყო თუ ჩოლური მოგდავთან და ძალიან საინტერესო პალესტინელ იმათთან ქრისტიანებთან შეხვედრა და არის მაგ ყველა ეს არის რა ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოვიარე პატრიარქთან ერთად. როცა კურთხევი და ეს იყო 2007 წლის 25 დეკემბერს სრულდებოდა სახელმწიფოს 30 წლის თავი. და ერთ-ერთ ძალიან მაგარ პიროვნებასთან არ ვასახელებ. ერთად ვიყავით მასთან და წამოვცდა რომ ინდა მოგიწვნათ ქართული კულტურის ძეგლები უცხოეთში მეთქი და ამლოცა. თხოვე ისა რა. კურთხევა. კი, კურთხევა თხოვე. გავარდით. მე თან მახდა პაატა ყველაზე იცნობს პაატა ნაცვლიშვილს. ერთად წავედით უცხოეთში. პირველ რიგში ერთ-ერთ პირველ რიგში წავედით ეგვიპტეში. სინას მთაზე. წმინდა ეკატერინეს ტაძარი ქვეშ არის ეკატერინეს ტაძარი, რომელიც არის უნიშნულოვანესი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაწერთა საწავი. ვატიკანს შემდეგ. ხო, მაგრამ ის ახლა დღისით უნდა ყოფილიყავით და მანამდე გადავწყვეტეთ, რომ პატრიარქის 2002 წელს ფეხიშველმა ავიდა სინას მთაზე. სინას მთაზე, სადაც არის პატარა ლამაზი ქრისტიანული ეკლესია, საოცარი და არ გავიზარდეთ, არის ორი გზა. ერთი არის აქლემების გზას ეძახიან, სადაც აქლემებით მიდიხარ გარკვეულ მომენტამდე და მეორე არის 740 საფეხური, აი რაც 1000-ზე მეტი საფეხურია და არა 740 საფეხური გეტყვი ახლა. ტაძრამდე. რო ადიხარ ზემოთ ტაძართან, უნდა მოხდეს სადღაც 6 საათზე. შემოდგომით გეუნები და იხილავ დედამიწაზე ყველაზე ლამაზ აირს, რომელიც ყდა და ჩემს წიგნის სახელწოდება არის ქართული სული, ასე ქვია, ბადრივადა ჭკურიას თვალით. რომელიც მიეწუნა პატრიარქის სახელმწიფოს 20 წელს და ჩამოსulis ჩამოვედით იმ გზიდან უფრო ადვილი მე ჩვენასაც, რომელიც არის 3750 და რომელიც საფეხური. და რომელიც პატრიარქმა გაიარა ფეხშიშველი. ძირითადი ნაწილი. გზაში მეწეოდა მისი ლოცვა და კურთხევა რა რო უკვე მეგონარობსიო, დაღმართი უფრო ძნელია. ჩასვლა ძალიან ახლა. შენაირ პატარა ბაჭი კარ ვიყავ მაშინ. მაშინ 60 წლის ვიყავითო. 60 წლის ვიყავი და ღვთის წყალობიდან პატრიარქის და ვიქ ძალიან რთული ყოფილა შეღწევა ამ ტაძრებში. ქონდა რა, ჩემი ორტომეული რომელიც 2007 წელს პრემიერებული სხვათა შორის ერთ-ერთ წიგნების ფესტივალზე და თბილისი საქართველოს ის ქონდა საჩუქრად და რაც ფავორე პატრიარქის კურთხევა და თხოვნა რომ დავეშვით. ჩავდიგი და დახვდა ჩვენი ძმა სომხების ოფიციალური დელეგაცია, რომელიც ერთი კვირა ელოდებოდა რომ შესულიყვენ ამ საცავში. ნუ და იმათაც თავიანთი ის ქონდა. და როგორც კი ჩვენ ახლაც არ ვიცი მის სახელი მამა ლუიჯი ქვია თუ მამა რაღაცა რა იტალიურ სახელი არის მათთან კი ხო როცა გაიგო რომ საიდან ვიყავით რომ გადავეცით პატრიარქს და გადავეცით ჩემი წიგნები თავისი ხელით გამოგვიტანა ძმაო და დაგვილაგა ეს დოკუმენტები რომელიც აღბეჭდილია თქვენს წიგნში იმაზე ცალკე შეიძლება გაკეთდეს ზვიად გამსახურდია და მერავ კოსტავა გვიახლოვდება 9 აპრილი. ზვიად კოსტავას და აი ჩანს. ზვიად კოსტავას და მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. ყველა საინტერესო ფოტოები,
პორტრეტები მაქვს ხადოლობაში. აი ეს ძალიან მაგარი ფოტო არის მერაბ კოსტავაზე. რომელი თქვენს პორტრეტი იყო ეგ გამოჩნდება ხო. კიდე ცოტა ხანში. თურმე ჩემი ყოფილა და დაიგრძელა ჩემი ფოტოებით. ყველა ფოტო აბსოლუტურად იყო ჩემი და პირადად ჩემი მირთმეულის დიდი ფოტოები და ძალიან ჩემთან იყო მოსული სახლში. გადავეც საჩუქრად. ერთ-ერთი ფოტო ერთზე დამიწერა რომ ძმაო ბადრი გისურვებ თავისუფალ საქართველოში გაცხოვროს. ხო, რა კარგი სიტყვა. ჩვენ გადაგაცემის პროცესში თითოეულ ფოტო ხელოვანი გრძნობს ამას რომ ეს უბრალოდ კადრია და უბრალოდ ფოტოა თუ ეს შეიძლება მერე ისტორია იყოს. ამას თავიდანვე იგრძნობა დრო ქმნის ამას. მაგას როგორც ყველაფერ დროის შემდეგ გამოჩნდება ვინ რა არის. ვინ არის ხელოვნება ეხა ფოტოგრაფია ხელოვნება ცოტა ეს არის ფოტოჟურნალისტიკა, დიახ. თქვენ მაგრამ ჟურნალისტი მოხდა ხართ? ისე რომ თქვენი ჩვეულებრივი აი რომ გონიათ რომ რაღაც ამბავს იღებთ თუმცა მოვლენების ეპიცენტრში ხდება ეს ისეთ ყველაფერი. პერიოდში მოგიწიათ რომ ყველა ფოტო გახდა ისტორია კი. პატრიარქთან დაკავშირებით ახლა როგორი ფიგურები არიან საქართველოსთვის მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია აგერ ხვალ დაბადების დღეა დაუშვათ და ამ ადამიანებმა მოვლენების შექმნა და ალბათ ეს მოვლენები აღმოჩნდა ბატონმა ბადრიმ. ყველას არა აქვს რომ იყო ბედნიერების და აი ესეთი მოვლენების ეპიცენტრში ძალიან დიდი მადლობა თბილისისა და ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ჟურნალისტი. ჟურნალისტი. გაგიჟებს ხო ეს გურული ნაწილი ფოტოხელოვანი. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ პირველ რიგში იმ არქივისთვის, რაც ჩვენ შემოგვინახეთ და იმედია კიდე წინ ბევრი საინტერესო ფოტო გველოდება ძალიან თქვენგან. საინტერესო რაიმეს მოგყვებით. იუმორის შესახებ თუნდაც აი კი, აი შემდეგ ჯერზე უკვე როგორ გადამარჩინა რომ მიუფრინავდი და უნდა დავნარცხებულიყავ იცის და რაღაც ძალა ესე იგი დამთავრდა დავასრულოთ ახლა და შემდეგ ჯერზე მოვყვეთ ეგ ამბები.